მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ისეთი დაუგეგმავი და მოუმზადებელი ვიდეოთი შემოგეჭერით, რადგან აი ამ მიკროფონს ვტესტავ. ეს მიკროფონი არის ტელეფონის. არასდროს არ მქონია ტელეფონის მიკროფონი და იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ ჩემ ორივე ძველ iPhone-ს, ძველი რა, მე7 ეს არის 7 პლუსი, ახალითაც ვიღებ არის iPhone 7, გაუფუჭდათ დინამიკები, ძალიან ცუდი ხმა აქვს, ძალიან ცუდი ხარისხის ხმა აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ მე მიყვარს ტელეფონით სტორების გადაღება, Instagram-ის სურათების გადაღება, ჯერ კიდევ მუშაობს, ნორმალურ ფოტოებს იღებს, მაგრამ ხმა ქონდა ძალიან ცუდი. შევუკვეთი ახლა ეს მიკროფონი, მაგრამ არ ვიცი ნორმალური ხმა გადმოიცემა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმას აჯობებს, რაც მქონდა. მე ძირითადად YouTube-ზე ტელეფონით არ ვიღებ ვიდეოებს, მაგრამ მოდით ეს ერთი ვიდეო იყოს აი ამ ჩემი მიკროფონის დატესტვის და ნახოთ აბა საბოლოო ჯამში როგორი გამოვა. იმედია სულ ტყილა უბრალოდ არ ვსაუბრობ და ვიდეო იწერება. მოდით მე ახლა დავტესტავ თან აი ამ L'Oreal-ის BB კრემს. არ გამომიყენებია, მინდოდა თქვენთან ერთად გამეტესტა და მენახა თუ როგორი იყო. სახეზე ვარ როგორც ყოველთვის კარგი აწითლებული, მაგრამ ეს იწითლე არ არის, არც როზაცია, არც კაპილარი, უბრალოდ მე ძალიან ბევრს მოძრაობ და დავდივარ გარეთ ჰაერს. იმიტომ მიყვარს სახლი და იმიტომ მიყვარს ეზორობ. ყოველ 5 წუთში გარეთ უნდა გავიდე. ზამთარია, ყინვა, თოვლია, მიწას ფეხი თუ არ დავადგი, სახლში ვიხრჩობი, არ შემიძლია. კორპუსში ვერასოდეს ვერ ვიცხოვრებ. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ მიწას ფეხი უნდა დავადგა და მეტყობა კიდევაც სახეზე სულ მოძრაობებში ვარ. სანამ BB კრემს წავისმებ, მოდით მე დავიტენიანებ ახლა სახისკანს. ეს ჩემი დამატენიანებელი SPF-საც შეიცავს 15-ზე, საკმარისია, ჩვენთან ჯერ კიდევ კარგი სიცივეებია და მთავრდება 15 SPF-ის ზამთრის პერიოდში ჩემთვის საკმარისია. წინა BB კრემი, რომელიც დავტესტე ყოველდღიურ ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, რომ გარნიერი ჩემთვის მაინც არ არის ის ფერი, რაც შემკანს უხდება, ამიტომ გარნიერის BB კრემის მე მანამაინც კმაყოფილი არ დავრჩი, მაგრამ აი ხელით მინდა ჯერ დავამუშავო, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ძალიან თეთრია. აი ეს L'Oreal-ის BB კრემი, მაგრამ Nivea-ს BB კრემს არ აუშავს, ბევრად უფრო მეტად Nivea-ს BB კრემი მომეწოდა. ესეთნაირად დავამუშავებ თბილი თითების საშუალებით. და ნახოთ აბა რა გამოვა. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, არის აბსოლუტურად უფერული, თეთრი ფერის და აი ამ ჩემს სიციკლებს ახლა რას უშვება, რას გაუკეთებს, ნახოთ. დაფარავს თუ არა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გადავიტარებ სპონჟის საშუალებით. ესეც ბიუჯეტური BB კრემია, თუ არ ვწდები 2 ევროთი მეტი ღირს ვიდრე Nivea და Garnier-ი, მაგრამ ბიუჯეტურებში გადის. მე მქონდა კუშონი L'Oreal-ი ძალიან მომწონდა და ეს უფერული BB კრემი ახლა არ ვიცი. როგორ დაჭდება კანზე და რას იზავს. და მინდოდა თქვენთან ერთ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრა. ეს შეეხება, მოდით მე ჯერ შევამოწმებ ახლა მიკროფონს, ყველა ხوار ვსაუბრობ და შემდეგ გავაგრძელებ თქვენთან ერთ დაჭრაობას. იმედია იწერს. მასობაში კონსილერსაც წავისმებ. კი, იწერს და მე მგონი მშვენიერი ხმა აქვს. გავინაწილებ კონსილერს. ხო, დღეს რაზე მინდოდა მესაუბრა? ჩემი ძაღლი წელიწადში ერთხელ ლაილას, ჩემ ძაღლს, ვუკეთებთ ხოლმე გამოკვლევას, საერთო ანალიზს, აცრას თავისთავად, ვუსინჯავთ ყველაფერს მოკლედ, მაგრამ არასდროს არ მომსვლია აზრად, რომ გამეგო ძაღლის რეზუს ფაქტორი. ქონდა დადებითი, უარყოფითი რეზუს ფაქტორი თუ საერთოდ რომელი ჯგუფის სისხლი ქონდა, საერთოდ აზრზე არ ვიყავი, ძაღლებში ეს როგორ ხდება? აღმოჩნდა, რომ ძაღლებს აქვთ 2
ჯგუფის სისხლი A და B, ანუ პირველი და მეორე ჩვენთან ესე ვიცით ხოლმე თქვა და დადებითი და უარყოფითი რა თქმა უნდა. გავუკეთეთ საჭირო სისხლის ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ლაილას აქვს ჩემს ზავით უარყოფითი რეზუსი მეორე ჯგუფის. საქართველოს ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი, დადებითი, მეორე ჯგუფი, მესამე ჯგუფი და მეოთხე ჯგუფი. ხოლო გერმანიაში ვამბობთ A ჯგუფი, B, AB და 0. მოკლედ, ლაილას სასწაული დამთხევა ესე გაგიჟებული ვარ. ჩემს ძაღლსაც აქვს ზუსტად ანალოგიური სისხლის ჯგუფი, როგორც მე. მეორე უარყოფითი. მეორე უარყოფითი აქვს ჩემს შულსაც და მეორე უარყოფითი აქვს დედაჩემსაც. ანუ გადმოვიდა შთამომავლობით დედიდან შვილიშვილს. ესე იგი, საოცარია ყველაზე იშვიათი მე რამდენადაც ვიცი. რეზუს ფაქტორი არის მეორე უარყოფითი. მსოფლიოში ძალიან იშვიათია. წავიკითხა კიდევაც რამდენიმე ისეთი სტატია, დაუშვათ 80-85%-ია რეზუს დადებითი რეზუსის მატარებელი, ხოლო ძალიან ცოტა პროცენტი უარყოფითი რეზუსის მატარებელი და ეს მეორე ჯგუფის უარყოფითი ფაქტორი კიდევ უფრო იშვიათი სისხლის ჯგუფია. მიუხედავად იმისა, მე არასდროს სისხლის გადასხმა არ დამჭირვებია, არასოდეს პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ მახსენდება ის მომენტი, როდესაც ვიყავი სამშობიაროში, მოიყვანეს ქალი, აღრიცხვაზე რომ მივედი, ვიყავი სადღაც 3-4 თვის ორსული, მოვიდა ქალიც გასაუბრებაზე, კონსულტაციაზე, ელოდებოდა პირველ შვილს და როგორც აღმოჩნდა, მანამდე ჰქონდა შეწყვეტილი ორსულობა და გამოკვლევის შემდეგ მესმოდა ექიმის ხმამაღალი საუბარი, როგორ აქამდე არ მოხვედი, თუ არ გაინტერესებდა რა ჯგუფის სისხლი გქონდაო. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონსაც ჰქონდა რეზუს უარყოფითი სისხლი, იყო უკვე სადღაც მე-5 თუ მე-6 თვეში ორსულობის პერიოდში და ექიმი ძალიან შეშფოთდა. როდესაც თურმე პირველი არასასურველი ორსულობა ქონდა ან შეწყვეტილი ან გარე ორსულობა, მოკლედ არ შედგა შენი პირველი ორსულობა და მეორეზე ხდები ფეხმძიმედ და გაქვს უარყოფითი სისხლი, შეიძლება მოხდეს რეზუსის კონფლიქტი იმ შემთხვევაში, თუ მამას შენს პარტნიორს აქვს დადებითი სისხლი და ბავშვი ან დაიღუპოს, ან ვერ განვითარდეს, ან მთელი რიგი პრობლემები შეექმნას. როდესაც პირველად ორსულდები, ჩემ შემთხვევაში ასე იყო, მე აბსოლუტურად არანაირი გართულება არ მქონია, მიუხედავად იმისა, პატარაობიდანვე მახსოვდა, ვიცოდი დედიდან, რომ მე მქონდა მეორე უარყოფითი რეზუსი. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა და განსაკუთრებით ქალებმა ჩვენ თითქმის უკვე ბავშვობიდანვე უნდა ვიცოდეთ ჩვენი სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ განმეორდეს აი ამ ქალბატონის ისტორია. 25 წლის გოგო იყო და ძალიან მე არ ვიცი რა ბედი ეწვია, ეს გიყვებით სადღაც 25 წლის ამბავს, ადრე არ იყო ესეთი განვითარებული მედიცინა როგორც დღეს. დღეს ექიმების ხელშეწყობით რაღაც მედიკამენტების და გადასხმის მე მგონი იმუნოგლობულინს უსხავენ. ასეთ შემთხვევაში ორსულს ზუსტად არ მახსოვს სახელწოდება, იმიტომ რომ მე არ დამჭირვებია, რომ რეზუს კონფლიქტი არ წარმოიქმნას შენს ორგანიზმში და ნაყოფს რამე საფრთხე არ შეექმნას. და სხვა შორის ძალიან ბევრია დღესაც კი, როდესაც ვეკითხები რა ჯგუფის სისხლი გაქვს, ბევრმა არ იცის. აუცილებელია ჩემი აზრით ქალბატონებმა ყველამ პატარაობიდანვე უკვე თინეიჯერობის ასაკიდანვე ყველა ვიცოდეთ ჩვენი რეზუსი და ჯგუფის სისხლი. ხო და აღმოჩნდა, რომ ლაილასაც უარყოფითი აქვს, ისევე როგორც მე და ანანოს.
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, ქონდა თუ არა პრობლემები, შექმნია თუ არა გართულება ორსულობის დროს, რეზუს კონფლიქტი წარმოიქმნა თუ არა და ზოგადად დღეს თანამედროვე მედიცინა ძალიან მაინტერესებს, რა საშუალებები და როგორ ებრძვის აი ამ პროცესს, რომ ბავშვი დაიბადოს ჯანმრთელი და შეიძლება თუ არა, მე რამდენადაც ადრე მსმენოდა, ყოველთვის მესმოდა, რომ ვაიმე რეზუს უარყოფითი თუ გაქვს, მეორე შვილს ვერ გააჩენ, არც გამიჩენი, არ მინდოდა არ გამიჩენია, თორე რეზუს უარყოფითი ნამდვილად არ შემაშინებდა. ან თუ გაგიჩნდა მეორე შვილი იქნება ინვალიდი, რახიტი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სხვა შორის ვიცნობ მე რამდენიმე ქალბატონს, რომელთაც მეორე შვილი განუვითარებელი დაიბადეთ. რეზუს უარყოფითიანებს. ალბათ მათ არ იცოდნენ რა სისხლი ჰქონდათ, ან დროულად ვერ მიმართეს ექიმს და მათივე დაუდევრობით მე ასე მგონია, რომ ბავშვი აგერ ფაქტიურად დაიღუპა და დაიბადა განუვითარებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიცოდეთ ჯგუფის სისხლი და განსაკუთრებით რეზუს უარყოფითებმა. მაგალითად, ჩემს ქმარს პასპორტში უწერია, რომელი ჯგუფის სისხლი აქვს, არის მეორე დადებითი. მე რომ დომოდა და გამეჩნდა მეორე შვილი, რა თქმა უნდა მოხდებოდა რეზუს კონფლიქტი, რადგან ჩემს ქმარს აქვს დადებითი, მე მაქვს უარყოფითი, მაგრამ როდესაც წინასწარ დროულად მიმართავ ექიმს, როდესაც ჩაიტარებ სათანადო მკურნალობას და ასე შემდეგ, დღეს მედიცინა ისეა განვითარებული, არანაირად არ უნდა გვეშინოდეთ რეზუს უარყოფითიანებმა ბავშვის გაჩენა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, მანამ სანამ ქალი დაორსულდება, რა ჯგუფის სისხლი აქვს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. მე არ ვიცი, ჩვენთან პასპორტში არ წერენ, მე არ მიწერია არაფერი, მსგავსი და მე მგონი არ იწერება რეზუს ფაქტორი და სისხლის ჯგუფი პასპორტში. როდესაც ქმარია უარყოფითი, ჯგუფის სისხლის მატარებელი, ამ შემთხვევაში არ წარმოიქმნება რეზუს კონფლიქტი, ხოლო როდესაც შენ ხარ უარყოფითი და ქმარია დადებითი სისხლის მატარებელი, მანდ უკვე მეორე ორსულობაზე შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები წარმოიქმნეს და უნდა ვიყოთ ყოველთვის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ხოლო თუ ქმარი უარყოფითია და შენ დადებითი ხარ, აქაც არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, აქ შვილს ნაყოფს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამიტომ კიდევ უფრო მაინტერესებს მეც ეს თემა, რომ იცი რომ შენ შვილსაც ანალოგიური სისხლი აქვს და გინდა რომ ის დაიცვა და ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენო, როგორ არანაირად მეტი ცოდნა, მეტი განათლება მივცი ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე კარგა ხანია იცის, ის რომ უარყოფითიანია, მაგრამ ესეთი დეტალები ორსულობას რაც ეხება და რეზუს კონფლიქტს ნამდვილად არ იცის და ლოგიკურიცა არ დაჭირვებია ამის ცოდნა, მაგრამ ჩემგან ეს ყველაფერი უკვე მოსმენილი აქვს და მე თვითონ არ ვარ ახლა სფეროში ისეთი დიდად ჩახედული, იმიტომ რომ არ მქონია ზოგადად პრობლემა, მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ და წავიკითხავ კიდევაც სტატიებს, ინფორმაციას და მეტად უფრო მეტ ინფორმაციას და მეტ ცოდნას დავაგრებ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი მივიტანო მე ჩემ შვილთან და გავაფრთხილო და ჩავაყენო საქმის კურსში. დედაჩემს მაგალითად ძალიან გაუჭირდა მეორეზე მშობიარობა, კინაღამ გადაყვა, კინაღამ მოკვდა, რასაც ქვია, ძლიის გადაარჩინეთ. ეს არის ღმერთის დიდი საჩუქარი და არ ვიცი სასწაული მოხდა, რომ დედაჩემმა მეორე ეს ძალიან დიდი ხნის წინ დედაჩემმა მეორე შვილი ჯანმრთელი დაბადა, ანუ ჩემი და გააჩინა და ყველაფერმა საბოლოს და ბოლოს მშვიდობით ჩაიარა, თორე ძალიან დიდი რისკი არსებობდა ორივეს დაკარგვის. არ ვიცი ადრე არც მიკითხავს უკეთებდნენ თუ არა რეზუს კონფლიქტის საწინააღმდეგო ნემსებს,
ერთი უნდა ვკითხო თუ ახსოვს, მაგრამ დღესდღეობით არის ძალიან განვითარებული და უფრო იმიტომ არ მეშინია. ახლა მე ანას შემთხვევაში ახლა ორსულად არ არის და არაპირებს ჯერ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არც ტკივა და რაც უფრო ადრე ვიქნებით გათვითცნობიერებული ამ საკითხში, კიდევ უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ჩვენი შვილებისთვისაც. ასე რომ გოგოებო, თუ მიყურებთ ახლა ესეთი პატარა გოგოები, რომლებმაც არ იცით თქვენი ჯგუფი და რეზუსი, აუცილებლად გაიკითხეთ და უკეთესია თუ გაიკეთებთ სისხლის საერთო ანალიზს და გამოიკვლევთ და გეცოდინებათ ბოლოს და ბოლოს, რომელი ჯგუფის სისხლი გაქვთ. ამ ლაპარაკში ჩემი ბიბი კრემით გამოგდა, მიიღო კანის ფერი, ნახეთ, ულამაზესი გადასვლა, აი ზუსტად ისეთი ფერია, როგორიც ჩემი სახის კანია. მაგრამ ერთი მინუს პუნქტი ის აქვს, რომ 30 მლ-იანია, პატარა, ძალიან ესეთა ძალიან თხევადია, ძალიან პატარაა. და ალბათ მალე გაიხარჯება. ეს გარნიერი კი შედარებით უფრო სქელი კონსისტენცია, ესეც, მაგრამ ყველაზე მეტად ფერში მაინც ამან გამიმართლა, ხოლო გარნიერს უფრო ზაფხულში გამოვიყენებ, რადგან ცოტა მუქია, ოდნავ მოყვითალო და როდესაც გარუჯული ვიქნები, ცუდი ნამდვილად არ იქნება, ახლა ზამთარში იდეალურად ნამდვილად არმაზის ფერი. დაფარვა მინდა გითხრათ, რომ ნახეთ, L'Oreal-ს ცუდი ნამდვილად არ აქვს. Nivea-ზე ოდნავ უკეთესი. მე ასე ვფიქრობ. საბოლოოდ იმას დავასკვნი, რომ მეორედ ალბათ მე L'Oreal-ის BB კრემს არ ვიყიდი, იმიტომ რომ არის როგორც დღის საცხი ოდნავ შეფერილი, მაგრამ ძალიან ლამაზი შეფერილობა შემატა კანს. ფასი ვფიქრობ, რომ ნორმალურია, მაგრამ არის ძალიან არაეკონომიური, თხევადია და 30 მლ-იანია, ძალიან მალე დაიხარჯება, რადგან ერთი წასმა არ გმარა, ორჯერ, სამჯერ უნდა გადავიტანოთ. გამარჯობა, ბუბი. გადავიტანოთ კანზე, რომ ოდნავ რაღაც დაფარვა მივიღოთ, მაგრამ ისეთი სველი ეფექტი აქვს, ცუც არ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე პრობლემები არ მაქვს კანზე და მე ზუსტად ესეთი კონსისტენციის ბიბის საცხები მომწონს. Nivea-ც ცუდი არ არის, ხოლო გარნიერს გადავდებ ზამთრისთვის. მაგრამ ყველაზე კარგი ბიბის საცხი ჩემთვის არის მაინც გარნიერის დამავიწყდა გამოტანა გრძელ ტუბში. ის გრძელი გარნიერის BB კრემი. ის არის ჩემი შეუცვლელი ბიუჯეტური BB კრემი, რომელსაც ყოველთვის უბრუნდები და ყოველთვის ვყიდულობ. ამ BB კრემებიდან მე შეიძლება Nivea-ს დაუბრუნდე, მაგრამ ამათ მეორჯერ აღარ ვიყიდი. მიკროფონით დავტესტეთ, არაჩვეულებრივი ხმა ისმის. გესაუბრეთ ძალიან საინტერესო პირადად ჩემთვის თემაზე, რომელზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება და იმის ცოდნა ნამდვილად აუცილებელია ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ყველამ იცოდეს, რომელი ჯგუფის სისხლი აქვს და რომელი რეზუს ფაქტორი. მაგრამ იმანაც არ შეგაშინოთ, თუ გახართ უარყოფითიანი და გაქვთ პირველი ორსულობა შეწყვეტილი, მაგაზე არ იჯავროთ. კარგი ექიმის დახმარებით და ხშირი კონსულტაციის და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ თქვენ შეგიძლიათ სრულიად ჯანმრთელი და სახსალამათი შვილი გააჩინოთ. უამრავი ასეთი ახლობელი თუ მეგობარი მყავს, მე ირგვლივ. კარგით გოგოებო, მე შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვი დღეს ამ თემაში, რადგან არ ვარ ჩახედული, ეხლა ვეცნობი ყველაფერს, რადგან უკვე ბავშვი წარმოიზარდა, რაღა ბავშვი უკვე დიდი გოგოა და მინდა ყველაფერი ვიცოდე რა, შემდეგ მასაც გაუზიარო ეს ყველაფერი, რომ რამე პრობლემები არ შეექმნას, მომავალი დედაა და მინდა რომ თადარიგი დავიჭირო და მეტი ინფორმაცია მოვაგროვო ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს აი ამ რეზუს ფაქტორთან დაკავშირებით, რა არის გასათვალისწინებელი ორსულობის დროს, კიდევ რა ნიუანსი გამომრჩა, არ ვიცი. მოკლედ ვფიქრობ, რომ აი ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებს ბევრი ადამიანი წაიკითხავს და თქვენი კომპეტენტური გამოცდილება ბევრს გამოადგება და მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. ეხლა დაგემშვიდობებით, მალე დაგიბრუნდებით და კიდევ რამე საინტერესო თემა განვიხილოთ. კოცნით.